მაშას ეგრძელდება ჩვენი პროგრამა, დღე პირველ არხზე უყურებთ გადაცემას, გოგა ჩართოვანი გაუძღვები მას 2 საათამდე და როგორც უკვე მიხვდით, რომ შევიცვალე ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი საყვარლესი რუბრიკა არტისტია დღეს ჩვენდა და ჩემი ადგილი დაუთმე ჩვენს უსაყვარლეს ნანას. ნანა გამარჯობა, რომელიც არის ძალიან კარგი სტუმარი მოგვიყვანა დღეს, რუსთავის თეატრის დირექტორი, სოსონე ემსაძე რეჟისორი არის დღეს ჩვენთან ერთად და ეხლა მე ნანასგან გავარკვევ, რატომ შეაწუხა ეს ადამიანი და მოიყვანა მოწყვიტა რეპეტიციას. მე წარმადგინე უკვე. კი ბატონო, შენ რო იცი ისე ხოლმე, კი. ხო და არა, მე ეხლა უკვე შენ. რატომ? იმიტომ რომ მაყურებელს ძალიან უყვარს საერთოდ რუსთავის თეატრი, თვითონ ქალაქიც ძალიან და თავისი გულშემატკივრები ყავს, დაინტერესებული ხალხი ყავს და მით უფრო როდესაც რეჟისორი, რომელიც ძალიან ხშირად კარგ სპექტაკლებს გვიჩვენებს, კარგი დასია და კარგი შესაძლებლობებით სხვათა შორის, იმიტომ რომ რუსთავი და თქვენც ალბათ არ ვიცი ეს ტრადიცია თან მომეწონა რაც მითხარით ბატონო სოსო ის რომ იქ ყველა წერტილს აქვს სცენას გულისხმობ სახელობითია. იცოდი შენ? არა, ვიცოდი. აი ბრძანე, ჩემო საყვარელო რომ მე არ გამომივიდეს ბევრი საუბარი. ჯერ არ მიუწვევი ხარ შენ რამე როლზე რუსთავის თეატრს? რა ვქნა, ეს სულკრე. არა, არ მემპირიქით კაცო. შენ საქმეს ვაკეთებ, მეტი რა გავაკეთებ. ძალიან მიხარია რომ აქ ხარ და აი რაზეა საუბარი, მოდი ამით დავიწყოთ ჯერ. მოკლედ რუსთავის თეატრი მოგეხსენებათ გიგა ლურტკიფანიძის სახელობის არის და იმდენმა კარგმა მსახიობმა და კარგმა რეჟისორებმა გაიარეს ჩვენ თეატრში რომ რაღაცნაირად გვინდოდა რომ მათი ეს დამსახურება თვალსაჩინო ყოფილიყო და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ რამოდენიმე სცენა გვაქვს თეატრში და თითოეულ სივრცეს სახელობითი სახელი ქონოდა ეს არის ცისფერი დარბაზი ასე ერქვა რომელიც ახლა ატარებს აზორ ქუთათელაძის სახელს ასევე გოგი ქავთარაძე წლები მოღვაწეობდა რუსთავის თეატრში და არაჩვეულებრივი პერიოდი იყო ეს მის შემოქმედებაში და ზემოთა სივრცეს უწოდეთ გოგი ქავთარაძის სახელოსნო თეატრალური სახელოსნო და მარტო სახელი რო არ ყოფილიყო რაღაც აბრა და მინიჭება ამიტომ ბუნებრივია გაცოცხლება უნდა ამ სივრცეებს და აზორ ქუთათელაძის სცენაზე ძალიან ბევრი სპექტაკლები დაიდგა და ეხლა პირველად ითქმება გოგი ქავთარაძის სივრცეში სპექტაკლი ეს გახლავთ პოლონელი დრამატურგის ჩვენი კლასი ასე ქვია სპექტაკლს და მინდა რომ ეს სივრცე იქცეს ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველ სივრცეთ. ნახოთ, ვფიქრობ იმდენად დიდი გახდა უკვე ჩვენი ქალაქი რუსთავი და იმდენად მრავალფეროვანი მაყურებელი გვყავს მე მგონი ყველა ნებისმიერი გემოვნების მაყურებელზე უნდა გავთვალოთ რეპერტუარი და ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა ჩვენი თეატრის სივრცე აი უამრავ თეატრში დამიდგავს სპექტაკლი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობების თეატრი ცოტა მინახავს. მართალია ეხლა უკვე წლებია თეატრს არ ჩატარებია რემონტი და ვემზადებით იმისთვის, რომ აქტიურად არის ჩართული ქალაქის ხელმძღვანელობა, ქალაქის მერი იმისთვის, რომ მალე დაიწყოს სარემონტო პროცესები თეატრი განახლდება, ტექნიკურად განახლდება და მე ვფიქრობ ქალაქში იქნება ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მიმზიდველი სივრცე, სადაც ყოველდღე აქვს სპექტაკლები? სპექტაკლები ყოველდღე არა გვაქვს, ძირითადად გვაქვს პარასკევი, შაბათი, კვირა, ხუთშაბათი დღეც, ხოლო დანარჩენი დღეები ორშაბათი ტრადიციულად ვისვენებთ და დანარჩენი დღეები უკვე ჭირდება მაყურებელის დადის. ძალიან მე არ ველოდებოდი ასეთ შედეგს მაყურებელზე. იყო პერიოდები, რომ ალბათ გახსოვთ თქვენ კარგად,
ის აბონენტები ვრცელდებოდა, რაღაცა ძალდატანება იყო მაყურებელზე, სკოლებში შედიოდნენ, რომ მოდით თეატრში რაღაცა. აი ახლა ეს არ ხდება აბსოლუტურად. თვის განმავლობაში იდება აფიშა სოციალურ ქსელში და ამის საფუძველზე უკვე მაყურებელი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ სპექტაკლს დაესწროს. და მე მომწონს ის, რომ თქვენ ხშირად იწვევთ სხვა რეჟისორებს, ხო? ამდენი სცენა გაქვთ და აბა რა იქნება, ხო? არა, ზოგს არ ხიბლავს ეს ამბავი და თქვენ თვითონ არ გადიხართ, არ გცალიათ, იცით რატომ გეუბნებით? აი ხა ვინც კი მყავდა მე რეჟისორები, ისინი ახერხებენ სხვადასხვა თეატრებში, მაინც ხო იცით გასვლას და თქვენ თავად? იყო პერიოდი, როცა ვახერხებდი გასვლა სხვა თეატრებში სპექტაკლის გაკეთებას, მაგრამ რაღაც ამ ბოლო პერიოდში რაც რუსთავში ვარ უფრო სწორად, რაღაცა მინდა რომ თეატრს ყავდეს თავისი რეჟისორი, თავისი ხელწერა ჰქონდეს. ხო, რაღაცა სხვა თეატრს, სხვა რეჟისორი და მაყურებელიც არ მინდა რომ თითქოს ამით იბნევა, რომ ეს თქვათ ნემსაძე იქაც გავს, იქაც გავს, იქაც გავს. რეჟისორი არ იბნევა? ხო, რეჟისორი არ იბნევა. და რაღაცა მინდა რომ ჩვენი კონცეფცია გქონდეს და ეს კონცეფცია გატარდეს რუსთავის თეატრში და ასე რომ ერთგული ვიყო კონკრეტულად ამ თეატრის და ამ ქალაქის ამ ეტაპზე. მე რა მაინტერესებს? კი, გენაცვალე, რაც გაიტაცეს ყველაფერი კი. მე ვიცი რომ 50 მსახიობი ყავთ, მე დაახლოებით, ხო? და ახერხებთ ყველას დაკავებას, იმიტომ რომ იქ ხო თაობებია, უფროსი თაობაც ყავთ საშუალო და ახალგაზრდები, ახალი სისხლის გადასხმა, ეს ყველაფერი ცოტა რთულია და ახერხებთ ამას. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენთან, როცა მოვიდა ახალგაზრდები, უმტკივნეულად მოხდა ეს პროცესი, არ მოხდა მაგალითად იმის ხარჯზე, რომ ხანდაზმული მსახიობები წასულიყო თეატრიდან და ახალგაზრდებს დაეკავა მათი ადგილი, არამედ მოხდა ბიუჯეტის გაზრდა და ამ ბიუჯეტის გაზრდას ხელი შეგვიწყო, რომ მოგვეყვანა ახალგაზრდები. რაც შეეხება ახლა დატვირთვას მსახიობებს, მაქსიმალურად ყავს დატვირთული მსახიობები, მაგრამ არის გამონაკლისიც, როდესაც ვერ ახერხებს ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. მაგალითად ძალიან კარგი მსახიობია, თქვენ იცნობთ ბადრი კაკაბაძეს, ძალიან მინდა რომ ის თქვათ ისევ აქტიურად იყოს დაკავებული თეატრში, მაგრამ მას აქვს ფიზიკური პრობლემები, რის გამოთაც ესე ვერ კავდება ესე აქტიურად და დანარჩენები. ამ დროს თქვენ უნდა შეუწყოთ ხელი. თქვენ უნდა მიხვიდეთ სახლში. სპექტაკლი დაუდგათ, იქ პატარა ისინი ხო გაქვთ სივრცეები, ლოკაცია, ესე იგი რომ არ იყოს ახლა დიდი სცენა, ვთქვათ, და იყოს პატარა. ხო, ეგ არ ვიცი. ეს თეატრია და არტისტები არა. რუსთავის თეატრს ბოდით ფინალისკენ მივდივართ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის და არ შეიძლება არ ვიკითხო რეპერტუარზე და იმაზე თუ რა სადმე აქვს ინტერესი მაყურებელს, იმიტომ რომ რუსთავის თეატრს მოგეხსენებათ, როდესაც ყოველ შემთხვევაში აი ჩვენ მაყურებელს, ჩვენი თაობის მაყურებელს, რომელიც ძირითადად ჩვენი არხის მაყურებელია ამ დროს. ძალიან კარგად ახსოვს, ის დადიოდა რუსთავში, თბილისიდანაც კი არა მარტო რუსთაველები და ამ თეატრს ჰქონდა ძალიან დიდი ხიბლი, სწორედ იმის გამო, რომ ჯერ ესეთი მსახიობები და მეორე რეპერტუარი იყო ძალიან საინტერესო მათთვის. აი რა რეპერტუარზეა განსაკუთრებული მოთხოვნა, ალბათ გარკვეულ დაკვირვებას თუ კვლევას არ ატარებს თეატრი, საერთოდ თეატრალურ კვლევები ატარებს, ეგეც არ იქნება ცუდი, რაზე მოდის, რაზე არა და ამის მიხედვით შეარჩიოს რეპერტუარი და არა იმის მიხედვით, რომ მარტო მას რაც მოეწონება ის დადგას და დგავენ რეჟისორები ასეც და მე არავინ არ მოდის იმაზე, იმიტომ რომ მოუნდა დადგმა რაღაცა გარკვეული პიესის, დადგა და არავინ არ ნახა. ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს სხვისთვის გავთ და არა საკუთარი თავისთვის მხოლოდ. თქვენთან რა ხდება ამ მხრივ? ჩვენთან სარეპერტუარო პოლიტიკა გაყოფილია სამ ნაწილად. ეს არის პირველი ძირითადი სოციალური თემატიკა, რაზეც აქტიურად მოდის მაყურებელი. შემდეგ არის თემები ახალგაზრდებისთვის, რაზეც ასევე ახალგაზრდები ძირითადად მოდის და არის თემები, სადაც საგასტროლო პოლიტიკაზე მუშაობ. აი მაგალითად ყავდა რუმინელი რეჟისორი მოწვეული და იმ სპექტაკლით 7 ივნის ჩვენ მივეგზავნით რუმინეთში თეატრალურ ფესტივალზე, ასევე ჩვენთან დადგა ქორეოგრაფიული სპექტაკლი ბატონმა კოტე ფურცელაძემ, არაჩვეულებრივი 3 და ფიქრობ რომ ერთ-ერთი
საუკეთესო სპექტაკლი შევიძინეთ ამ სახით. ესეც წავა ჟენევაში წავა ფესტივალზე და სხვადასხვა ფესტივალებზე და ასევე აი სოციალური თემატიკა ახსენეთ, მაგალითად არის სპექტაკლი მიმძიმს ამაზე საუბარი, ასევე გიორგი კანთარია მუშაობს ძალიან აქტიურად ჩვენთან, ეს ჩვენი რეჟისორი ასე ვთქვათ და მან დაადგა სოლომან მორბელაძე, სადაც აქტიურად მოდის მაყურებელი და მოდის სწორედ ეს არის ნახევარი არის თბილისი, ნახევარი არის ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მეორე სიტყვით რომ თვითონ სოსო აკეთებს ძალიან საინტერესო და კარგ ფესტივალებს, სადაც იწვევს უკვე თეატრებს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და აქვე მინდა ერთ მადლობას გადავხდი კიდე ადამიანებს. ჩვენ ახლა სპექტაკლს რომელსაც ვამზადებს ეს არის შემოქმედებითი საქართველოს მიერ დაფინანსებული და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი საშუალება და მადლობა იმ ადამიანებს ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. წარმატება რუსთავის თეატრს, მადლობა ნანას, მადლობა ბატონ სოსოს, რომ იყვნენ ჩვენთან ერთად. სულ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, ჩვენი პროგრამა გრძელდება.